კარგი მეგობრებო, ეხლა მინდა კიდევ ერთი ძალიან საინტერესო command line იარაღი გაგაცნოთ, რომელიც არის იდეალური ბაზასთან სამუშაოდ. ეს command line იარაღი არსებობს Artisan-ის ქვეშ, PHP Artisan Tinker. აი ამ ბრძანებას, როდესაც ავკრიფავთ, გადავდივართ ჩვენ კონკრეტულ shell-ში, სადაც ჩვენ შეგვიძლია გავუშვათ Laravel-ის ბრძანებები. და Laravel-ის ბრძანებებით შევძლებთ ამოვიღოთ იუზერების ინფორმაცია, გავფილტროთ, შევინახოთ იუზერი და ასე შემდეგ. მაგალითისათვის, გამოვიყენოთ user მოდელი, uppercase UT, user 2.2.2 all და ბოლოს ჩვეულებრივი ფრჩხილები. ეს მოგცემს ბაზაში არსებულ ყველა იუზერების სიას, მაგრამ ხედავთ, რომ ამ მომენტისთვის ცარიელი მასივია ეს, ან იუზერი არ გვაქვს შიგნით. ეხლა შევქმნათ იუზერი. user 2.2, შემდეგ ვიძახებთ create, ჩვეულებრივ Laravel-ის კოდს ვუშვებთ. კვადრატულ ფრჩხილებში უნდა გადავცეთ user-ის ინფორმაცია, ანუ ეხლა ცარიელი მასივი გადავეცით და შესაბამისად უბრალოდ აქ error-ი დამირტყა, რომ რაღაც სავალდებულო ველები მაქვს, მაგალითად user-ის name-იო და ეგენი უნდა მომწეო და ესენი გადავაწევთ. მაგალითად name-ი არის ზურა. პირობითად გადავაწევთ ასევე email-ი არის zura@example.com და სავარაუდოდ პასვორდი დაგვჭირდება კიდე. password შეესაბამება, ოღონდ პაროლი რადგან უნდა იყოს დაკრიპტული, ამისთვის უნდა გამოვიყენოთ bcrypt მეთოდი და გადავაწოდოთ პაროლი მაგალითად 1234556. გავუშვით, user-ი შეიქმნა. აი ამის შემდეგ, როდესაც user all-ს გამოვიძახებთ, უკვე ეს დაასელექტებს ახლახანს შექმნილ users. ანუ ბაზაში ჩვენ ახლახანს ამ წამს შევქმნით უკვე ერთი user-ი, რომელიც არის zura@example.com, პაროლი დაკრიპტულია, მაგრამ ვიცით, რომ ეს არის 1-დან 6-მდე, ძალიან საიდუმლო პაროლი. ამასთან გარდა user-ების დასელექტებისა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის Laravel-ის კოდის გაშვება შეგვიძლია. პირობითად str ფასადი შეგვიძლია გამოვიყენოთ და რაღაცა გავუშვათ random-ი, რომელიც აბრუნებს random strings. ანუ ნებისმიერი Laravel-ის კოდის გაშვება შეგვიძლია აქ, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც ეს გამოყენებადი არის ბაზასთან სამუშაოდ. user-ების ინფორმაციის ამოღება და update-ება, ჩაწერა და ასე შემდეგ. მაგალითად დავასელექტოთ user-ი, user find or fail. უნდა ვიპოვოთ ერთი user-ი, რომლის ID-ც არის 1. ეს user-ი იყო, რომელიც ახლახანს შექმნილი user-ია და ჩვენ შეგვიძლია ამ user-ს შევცვალოთ email-ი. user email უდრის zura@example.com-ის ნაცვლად, ეს იყოს მოდი thecodeholic@example.com. და ამის შემდეგ user-ი უნდა დავასეივოთ ბაზაში, თორე ისე ბაზაში ცვლილებები არ აისახება, user save. Okay? აი ახლა ამის შემდეგ უკვე user all რო გამოვიძახოთ. უკვე მოგცემს დააპდეითებული email-ის მქონე users. ეს არის პრინციპში Tinker-ზე, რაც მინდოდა მესაუბრა, აქედან exits გავუშვებთ და Tinker-იდან გამოვედით. აი მახსოვრეთ PHP Artisan Tinker და შიგნით უკვე შეგვიძლია ბაზასთან მიმუშაოთ, ამოვიღოთ ჩანწერები, დავააპდეითოთ, წავშალოთ და ასე შემდეგ. პრინციპში მოდი user წავშალოთ. ამოვიღოთ user zura, find or fail-ით, პირველივე user-ი, user იპოვა, user delete წაიშალა და ისევ user all. არაფერი აღარ აქვს ბაზაში.